ჩვენი სტუმარი ჭავჭავაძის ცენტრის ანალიტიკოსი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიგა ჯოხაძე. გიგა, დილამშვიდობისა, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ ხშირად საუბრობთ ხოლმე ამერიკულ პოლიტიკაზე და იმაზე რა ტენდენციებია იქ, ეს ნამდვილად მრავლის მთქმელი ტენდენციაა ხშირ შემთხვევაში. როგორც შიდა პოლიტიკურად, ისე ეს ძალიან ხალხმრავალი დემოკრატია, სადაც მართლა დემოკრატია ფუნქციონირებს. შესაბამისად, ეს ტენდენციები ბევრ ამას გვეუბნება იმ ტრენდებზე, რომელიც შეიძლება მსოფლიოს ბევრ ქვეყანას გადაეცეს. მოდი კონკრეტული პოლიტიკური გარემოებიდან დავიწყოთ. ახლა მიდის ტრამპის ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში, ახლო აღმოსავლეთში ვეძახით ჩვენგან ახლო სამხრეთია. და ყურის სახელმწიფოებში, სადაც მოლაპარაკებები მიდის სამხედრო ტიპის კონტრაქტებზე, ნავთობის ფასის შემცირებაზე და რეგიონულ სტაბილურობაზე. რაც გადის ისრაელთან რაღაცა ტიპის გრძელვადიანი მშვიდობის პოვნას. რა მიღწევებია ამ სამი მიმართულებით და რას ელოდება ტრამპი? რა არის მისი ამოცანები? პირველ რიგში კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენ მაყურებელს. ხო, ძალიან ბევრს ნიშნავს ის თუ რომელ ქვეყანას ეწევა პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ჩვენ უკვე კარგახანია ველოდებით მის პირველ საგარეო ვიზიტს და რაღაც სპეკულაციები იყო ამასთან დაკავშირებით თუ სად გამართავდა პირველ საგარეო შეხვედრა, სად წავიდოდა, პირველ რომელ სახელმწიფოში წავიდოდა ტრამპი და როგორც გამოჩნდა ყურის სახელმწიფოებში გადაწყვიტა ვიზიტი და როგორც სხვა ადმინისტრაციების პირობებში პირველი საგარეო ვიზიტი გარკვეულწილად გამოკვეთს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს იმ ადმინისტრაციის რომელიც არის ხელისუფლებაში ამ პერიოდისათვის. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლო აღმოსავლეთი შეიძლება ითქვას, რომ იქნება მომავალი 4 წლის განმავლობაში ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი. ამ მიმართულებით, როგორც თქვენ უკვე სწორად აღნიშნეთ, ტრამპის მთავარი მიზანი, მთავარი საგარეო პოლიტიკური მიზანი შეიძლება იყოს ისრაელისთვის უსაფრთხოების გარანტიების შემუშავება, შექმნა და ამისთვის ის პირველ ვადაშიც ცდილობდა, რომ ყურის სახელმწიფოებთან დაელაგებინა ურთიერთობა. ის ხვდება, რომ ისრაელის უსაფრთხოება ძირითადად გადის სწორედ ამ ყურის არაბულ სახელმწიფოებთან ურთიერთობებზე პირველ რიგში და პირველ ვადაშიც ის ძალიან აქტიურად ცდილობდა, რომ გარკვეული შეთანხმებები გაიფორმებინა ამ სახელმწიფოებთან და ამ სახელმწიფოებს გაიფორმებინა თავის მხრივ ისრაელთან. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რაზეც შეიძლება ასევე ვისაუბროთ, არის ირანის შეკავება. ტრამპი პირველ ვადაშიც ძალიან ხისტი იყო და ძალიან ასე ვთქვათ ძიმე სანქციები, ეკონომიკური სანქციები დაუწესა ირანის ისლამურ რესპუბლიკას. ამ შემთხვევაშიც ჩვენ ხედავთ, რომ ირანზე ზეწოლა და მთავარი მიზანი ამ ზეწოლის არის ის, რომ ირანმა შემდგომში აღარ განავითაროს ბირთვული იარაღი. იქნება ირანზე ზეწოლა, შესაძლოა იყოს კიდევ დამატებითი ეკონომიკური სანქციები და მესამე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რაც შეიძლება იყოს, ეს არის ნავთობზე ფასები, ხო? ეს სახელმწიფოები აწარმოებენ გლობალური ნავთობის საკმაოდ დიდ ნაწილს და არიან ოპეკის წევრი სახელმწიფოები, ხო? შესაბამისად, ფასებს დიდწილად სწორედ ისინი არეგულირებენ. ჩვენ ვხედავდით წინასაარჩევნოდაც, რომ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, როგორც შიდა პოლიტიკური, ასევე საგარეო პოლიტიკური, იქნებოდა ნავთობზე ფასების დაწევა. ამ შემთხვევაში ის ფიქრობს, რომ ამ სახელმწიფოებთან კონკრეტული კონტრაქტების გაფორმებით, მათ შორის ბიზნეს კონტრაქტებით, სამხედრო შეთანხმებების გაფორმებით ის შესაძლოა წავიდეს იმაზე, რომ აი ეს ყურის სახელმწიფოებთან მოილაპარაკოს ნავთობის ფასებზე და შესაბამისად შეეცადოს, რომ აკონტროლოს გლობალური ტენდენციები ამ კუთხით და მაქსიმალურად დაწიოს ფასი ნავთობზე. როგორ ფიქრობ, რამდენად აქვს მას პოტენციალი, რომ ოპეკის სახელმწიფოების მიღმა სხვა ნავთობის მომპოვებელ სახელმწიფოებთან მიაღწიოს იმგვარ შეთანხმებას, რომ სხვა გზა არ დაუტოვოს ოპეკის სახელმწიფოებს, გარდა იმისა, რომ მას მოელაპარაკონ და რა როლს თამაშობს ამ ნაწილში სამხედრო ინდუსტრიები და ის სამხედრო მოთხოვნილებები, რაც აი ამ ქვეყნებს, განსაკუთრებით საუდის არაბეთს აქვს და რომლის დაკმაყოფილება მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია. სავარაუდოა, რომ ნაკლებად გამოვა ოპეკის გვერდისავლით ამ საკითხზე გარკვეული შეთანხმებების გაფორმება სხვა ნავთობით მდიდარ სახელმწიფოებთან, იმიტომ რომ გლობალური ნავთობის დაახლოებით 40%-ს აწარმოებს სწორედ ოპეკის სახელმწიფოები და ოპეკშიც რა თქმა უნდა არ არის ახლა ერთი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით, ყველა სახელმწიფოს საკუთარი ინტერესები აქვს, თუმცა მეტნაკლებად მათი ინტერესები არის შეჭიდული. საერთო ჯამში მათი ინტერესები არის მეტწილად საერთო, სრულად ერთმანეთს არ ემთხვევა, თუმცა მეტწილად მაინც საერთო არის.
შესაძლოა ტრამპის მხრიდან ეს იყოს ცდილობა, რომ მოელაპარაკოს ცალკეულ სახელმწიფოებს, მათ შორის როგორც უკვე აღნიშნეთ, ამ თუნდაც ოპეკში თავარი წამყვანი სახელმწიფო ყოველთვის იყო და დღესაც არის საუდის არაბეთი, რომელიც ნავთობის რეზერვების ყველაზე დიდ ნაწილს ფლობს. და საუდის არაბეთთან აი თქვენ სწორად აღნიშნეთ სამხედრო ინდუსტრიასთან დაკავშირებული საკითხები არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, იემენში ომის შემდგომ განსაკუთრებით ჩვენ ვიცით, რომ იემენში მიმდინარეობს ეგრეთ წოდებული პროქსი ომი საუდის არაბეთსა და ირანს შორის და საუდის არაბეთის მთავარი ინტერესიც ამ შემთხვევაში მდგომარეობს ირანის განეიტრალებაში, ხო? ირანისგან მომდინარე საფრთხეების, განსაკუთრებით სამხედრო საფრთხეების დაბალანსებაში. ამიტომ საუდის არაბეთი შესაძლოა ხედავდეს გარკვეულწილად რაღაც შანსს, შესაძლებლობას ტრამპის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებების კუთხით, რომ მან მომგებიანი სამხედრო კონტრაქტები გააფორმოს ტრამპის ადმინისტრაციასთან და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამ საკითხში არის ტრამპის საგარეო პოლიტიკური ხაზი და ხედვა, იმიტომ რომ ბაიდენი, მაგალითად ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში ფაქტობრივად შეუძლებელი იყო ამერიკული ადმინისტრაციის მხრიდან ასეთი კონტრაქტების გაფორმება ავტორიტარულ სახელმწიფოებთან და ისეთ სახელმწიფოებთან, როგორც არის საუდის არაბეთი, ხო? იმიტომ რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში პრინციპები თამაშობდა ძალიან მნიშვნელოვან როლს და ეს შეცვლილი არის ფუნდამენტურად ტრამპის ადმინისტრაციის შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა უფრო მეტად არის რეალ პოლიტიკის ხაზზე დამყარებული, მისთვის მნიშვნელოვანია უფრო მეტად ინტერესები და შედარებით ნაკლებად პრინციპები. ამიტომ ასეთ სახელმწიფოებთან მოლაპარაკებები ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში უფრო მეტად სავარაუდოა. აი ამ ჩიხულ მდგომარეობაში ჩააყენა ბაიდენის ადმინისტრაცია, აი ამ ტიპის ხედვა, ხო, მას სჭირდებოდა ამერიკა ნებისმიერ დროს, როცა თქვათ იბრძოდა ყავისფერი ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ, იბრძოდა წითელთა ერთად, წითლის წინააღმდეგ, მწვანესთან ერთად და ანუ ყოველთვის ამ მიმართულებით მოქნილობა გააჩნდა და თითქოს ბაიდენის პოლიტიკა მაის პარტნიორების გარეშე დატოვა ამ კუთხით და ეს შეიძლება ტრამპის ხელში ძალიან მსხვილი კარტი აღმოჩნდეს, როგორც მას უყვარს, ხო, თქმა ამ შემთხვევაში. რას ველოდებით ისრაელთან დაკავშირებით? არსებობს აბრაამის რეკორდები, აბრაამის შეთანხმება, ხო, რომელმაც მოიტანა გარკვეული არაბული სახელმწიფოების მხრიდან ისრაელის აღიარება, რაც დიდი გარღვევაა, ხო, ჩვენ ასეთი მსგავსი პირველად გვახსოვს, როდესაც ეგვიპტემ აღიარა და კემპ დეივიდის შეთანხმება მოხდა და შემდგომ იყო ასეთი მნიშვნელოვანი იყო სწორედ აბრაამის შეთანხმება. შესაძლებელია თუ არა რომ საუდის არაბეთი შეუერთდეს ამ. ბევრს ეგონა რომ მაგალითად აი ცნობილი თავდასხმა ისრაელზე ხო 27 ოქტომბრის სწორედ იმან გამოიწვია რომ ძალიან ახლოს მოახლოებული იყო ასეთი გარღვევა. არის თუ არა ახლა ამის პერსპექტივა? პერსპექტივა ამ ასეთი ამგვარი შეთანხმების გაფორმების ბოლო პერიოდში უფრო სწორად იქიდან მოყოლებული, რაც ეს აბრაამის შეთანხმებები გაფორმდა, ყოველთვის არსებობდა ისტორიულად, ანუ ტრამპის ადმინისტრაციის პირველ პერიოდში, როდესაც გარკვეული გარღვევები ჰქონდა ამ მიმართულებით, აქედან მოყოლებული ყოველთვის არის ამ ასეთი შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა, თუმცა არის ძალიან ბევრ რამეზე დამოკიდებული. მათ შორის ეს საკითხი, ანუ ისრაელის აღიარების საკითხი საუდის არაბეთის ხელში და ზოგადად არაბული სახელმწიფოების ხელში არის, როგორც თქვენ აღნიშნეთ, გარკვეულწილად კარტი დასავლურ სახელმწიფოებთან ურთიერთობის თვალსაზრისით. ეს თემა გავა იმაზე, თუ რამდენს გამოივაჭრებს კონკრეტული სახელმწიფო ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ზოგადად დასავლეთთან ურთიერთობაში, იმიტომ რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მაინც არის ტრამპის ადმინისტრაცია, ამერიკის შეერთებული შტატები, რადგან დასავლურ სამყაროში ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის ყველაზე უფრო მეტად ცდილობდა ისრაელისთვის უსაფრთხოების გარანტიების შემუშავებას და ამ მიმართულებით აი მნიშვნელოვანია რას გამოივაჭრებენ ეს სახელმწიფოები ტრამპის ადმინისტრაციასთან, თუ მათ იგრძნეს რომ მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს ამ ვაჭრობის თვალსაზრისით, მათ შორის ეკონომიკური ხელშეკრულებების დადების თვალსაზრისით, სამხედრო კონტრაქტების დადების თვალსაზრისით, მაშინ შესაძლოა მოხდეს მსგავსი შეთანხმების გაფორმება, თუმცა ეს იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია ზოგადად არაბულ სამყაროში ისრაელის აღიარება, რომ აი უნდა ველოდოთ სავარაუდოდ რომ თუ რაღაცა მნიშვნელოვანი გარღვევა არ მოხდა ტრამპის ადმინისტრაციასა და ამ არაბულ სახელმწიფოებს შორის მსგავსი შეთანხმება სავარაუდოდ არ გაფორმდება. ამიტომ თუ ასეთი შეთანხმება გაფორმდა, მაშინ სავარაუდოდ იმგვარი
გარღვევითი ხელშეკრულებები უნდა დაიდოს სხვადასხვა სექტორებში და სფეროებში ამ სახელმწიფოებს და ტრამპის ადმინისტრაციას შორის, რომ ამ სახელმწიფოებს უღირდეთ ისრაელის აღიარება. ყველა მიმართულებით მოლაპარაკებებშია ტრამპის ადმინისტრაცია. მოლაპარაკებებში არაბულ სახელმწიფოებთან, მოლაპარაკებებშია ისრაელთან, ცალკე მოლაპარაკებებშია ირანთან, მოლაპარაკებებშია რუსეთთან, მოლაპარაკებებშია ჩინეთთან. ყველა ეს მოლაპარაკება არის იმის შესახებ ზოგადად ჩარჩო როგორი უნდა იყოს ცხოვრებისა. ხო ეს არ არის რიგითი მოლაპარაკებები. ეს არის მოლაპარაკება, რომელიც უნდა განსაზღვროს მომავალი წლები. სწორედ ტრამპმა ამის ესკალირება მოახდინა სხვადასხვა ფორმით ყველგან, ხო? იქ სანქციები გამოიყენა, იქ ყველგან რომ მას ახალ პირობებზე მოუწიოს მოლაპარაკება. ასე ჩანს ყოველ შემთხვევაში მისი ნაბიჯები. რამდენად ეფექტური არის ეს ყველა ფრონტზე ერთად მოლაპარაკების ტაქტიკა? როგორ გამოიყურება ახლა? საინტერესო კითხვა არ მგონია რომ ზოგადად ნებისმიერი ადმინისტრაციის პირობებში ყველა სახელმწიფოსთან მოლაპარაკებები იყოს ეფექტური და ჩვენც ხედავთ რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ზოგ სახელმწიფოებთან მიმართებაში კარგად მუშაობს და ზოგ სახელმწიფოებთან მიმართებაში საერთოდ არ მუშაობს. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ეხლა ტრამპი მრავალ მეთოდს იყენებს, სხვადასხვა ბერკეტს იყენებს ამ სახელმწიფოებთან ურთიერთობების დალაგების და მოლაპარაკებების საკითხში. ზოგ შემთხვევაში შეიძლება იყოს სანქციები, ზოგ შემთხვევაში იყოს, თქვათ, ეკონომიკური შეთავაზებები, ზოგ სახელმწიფოებთან რაღაც კონკრეტული მათთვის მომგებიანი სამხედრო კონტრაქტების და შეთანხმებების გაფორმება და ასე შემდეგ. თუმცა აი სანქციების პოლიტიკა შესაძლოა ითქვას, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში შეიძლება მუშაობდეს, თუმცა ეკონომიკის ექსპერტები ერთხელ აღნიშნავენ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ამან შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატების გლობალურ ინტერესებს უფრო მეტად შეუქმნას საფრთხე, ვიდრე მისთვის იყოს ეს სასარგებლო. აი თქვენ ჩამოთვალეთ სახელმწიფოები, რომელთანაც ურთიერთობების გარკვეულწილად ახალ საფეხურზე გადაყვანას ან გადატვირთვას ცდილობს. ჩინეთი ახსენეთ, ირანი ახსენეთ, უკრაინა ახსენეთ, რუსეთთან მოლაპარაკებები ახსენეთ და ასე შემდეგ. ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგ სახელმწიფოებთან მიმართებაში ტრამპის ბერკეტები უფრო ეფექტურად მუშაობს, ზოგთან მიმართებაში უფრო ნაკლებად მუშაობს, ხო? აი ჩინეთთან მიმართებაში მაგალითად ჩვენ ვხედავთ, რომ ჩინეთს ყველაზე დიდი სანქციები დაუწესა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ხო, ტრამპის ადმინისტრაციამ და აი ფაქტობრივად თვეზე მეტი იყო გასული ამ სანქციების დაწესებიდან, როდესაც პირველი შემხედრი ნაბიჯი გადადგა ჩინეთმა. ეს რაზე მეტყველებს კონკრეტულად ვერ გეტყვით, არ ვიცი და რამდენად ეფექტური იქნება ეს სანქციების პოლიტიკა, ამასაც ალბათ უფრო მეტად რო გვიჩვენებს. რუსეთთან და ირანთან მიმართებაში, ირანთან მიმართებაშიც უფრო მეტად სანქციების პოლიტიკა გრძელდება და იმის უზრუნველყოფა ბირთვული იარაღი რომ არ ქონდეს მომავალში, რომ ვერ განავითაროს ირანმა ეს ბირთვული იარაღი. ამაზე მიდიოდა ისტორიულადაც ყოველთვის სულ ამერიკული ადმინისტრაციების მხრიდან მუშაობა. ჩვენ გვახსოვს ობამას ადმინისტრაციის პირობებში გაფორმებული ხელშეკრულება ირანთან, რომლიდანაც პირველივე საპრეზიდენტო ვადაში გამოვიდა ტრამპი, რადგან ფიქრობდა, რომ უფრო მეტად წამგებიანი იყო ამერიკის ახლო აღმოსავლური ინტერესებისთვის ამ კუთხით და ვხედავთ, რომ ამ შეთანხმებასთან დაბრუნებასთან ახლოს არ არის, ხო? ამერიკული ადმინისტრაცია ტრამპი ფიქრობს, რომ ირანთან მიმართებაში უფრო მეტად ხისტი ძალა და ხისტი სანქციები იქნება ეფექტური, ვიდრე კონკრეტულად ის მოლაპარაკებები, ხო, რომელზეც მიმდინარეობდა საუბარი მათ შორის ტრამპის პირველი ვადისას და ის ხელშეკრულება, რომლიდანაც გამოვიდა ტრამპი პირველი საპრეზიდენტო ვადისას. აი რუსეთი არის საინტერესო მიმართულება, რამოდენად აქ რუსეთთან დაკავშირებით, იმიტომ რომ აქ ფაქტია, რომ ის ვერ მოძრაობს დამოუკიდებლად, ხო? ის შებოჭილი არის ერთი მხრივ უკრაინასთან უკვე ახალდადებული ხელშეკრულებით, მეორე მხრივ ევროპელი მოკავშირეებით. ანუ ის არ არის ისეთ თავისუფალი ამ მოლაპარაკებებში, როგორც შეიძლება ბევრ სხვა საკითხში იყოს, თქვათ, ხო? ეს არასტანდარტული ვითარებაა ტრამპისთვის და ის მოდი ასე ვთქვათ, ამ ვითარებას შეეგუა. ხო, ის თავის პოზიციონირებს როგორც სხვა პარტნიორებთან ერთად. აი ამ კუთხით რა პერსპექტივა ჩანს? კი, ზუსტად ასე არის. აი სხვა სახელმწიფოები ახსენეთ, ირანთან მიმართებაში ბევრად უფრო თავისუფალია, ჩინეთთან მიმართებაში ბევრად უფრო თავისუფალია, სხვა მნიშვნელოვან სახელმწიფოებთან ურთიერთობაში ბევრად უფრო თავისუფალია, თუმცა აი უკრაინა რუსეთის ომთან დაკავშირებით და ამ სამშვიდობო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მას უწევს კონკრეტული აქტორების ინტერესების გათვალისწინება, ხო?
პირველ რიგში, აი ჩვენ გვახსოვს თებერვალში როგორი კატასტროფული შეხვედრა იყო თეთრ სახლში ზელენსკისა და ტრამპს შორის და ამის შემდეგ ჩვენ ვნახეთ კასკადი, ასე ვთქვათ, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ კონკრეტული მოქმედებების, რომლის მიზანი იყო უკრაინაზე რაღაცა, ასე ვთქვათ, ზეწოლის გაძლიერება, ხო? და ჩვენ ვნახეთ, რომ გარკვეული ხნით მას შეუზღუდა სადაზვერო ინფორმაციაზე წვდომა, აღარ გააგრძელა და აღარ გადასცა ბაიდენის მიერ უკვე გაცემული სამხედრო დახმარება და ბევრი სხვა ასეთი ნაბიჯი, ხო? რომლის მიზანი იყო უკრაინის უფრო მეტად იძულება, რომ წასულიყო მოლაპარაკებებზე, ხო, რუსეთთან მიმართებაში. თუმცა ამის შემდგომ ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინა ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობების დინამიკა მნიშვნელოვნად შეიცვალა და ბევრად უფრო პოზიტიური გახდა, ხო? ტრამპის რიტორიკაც მათ შორის მნიშვნელოვნად შეიცვალა უკრაინასთან მიმართებაში და რუსეთის მიმართ ბევრად უფრო ხისტი გახდა და მომთხოვნი. ჩვენ ვნახეთ, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ აღადგინა სადაზვერო ინფორმაციაზე წვდომა უკრაინისთვის, აღადგინა სამხედრო დახმარება უკრაინისთვის და მისი რიტორიკაც მნიშვნელოვნად შეიცვალა რუსეთთან მიმართებაში. თუ პირველ ეტაპზე თებერვალი-მარტის პერიოდს გულისხმობ, ტრამპის პოლიტიკა და ასე ვთქვათ, რიტორიკა რუსეთთან მიმართებაში და მის პრეზიდენტთან მიმართებაში ბევრად უფრო რბილი იყო, მას შემდეგ რაც ტრამპმა თქვა და დაანონსა, ასე ვთქვათ, და მოსთხოვა მხარეებს, რომ 30 დღიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე მოეწერათ ხელი უპირობოდ და ამაზე რა თქმა უნდა რუსეთის პრეზიდენტი არ დათანხმდა და ნელ-ნელა გამოჩნდა რომ მთავარი ხელისშემშლელი აქტორი ამ შემთხვევაში იყო რუსეთის ფედერაცია, ერთადერთი აქტორი რომელიც არ ცდილობდა ყოველ შემთხვევაში ტრამპის ხედვით არ ცდილობდა რომ გაიფორმებინა სამშვიდობო ხელშეკრულება უკრაინასთან იყო სწორედ რუსეთის ფედერაცია და რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, ხო? ამის შემდგომ მისი რიტორიკა შეიცვალა და ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ რომ უკრაინა ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობის დინამიკა უფრო პოზიტიური არის, ჩვენ ვნახეთ რომ მინერალების შეთანხმებაც გაფორმდა ამ ხრივ ამ ურთიერთობაში ეს გარღვევადაც კი შეიძლება შეუფასოს, იმიტომ რომ რთული ვითარება იყო რაღაც მომენტში, ხო და არასასიამოვნო. დიახ, და ამან მნიშვნელოვნად შეცვალა ამ ორი ქვეყნის ურთიერთობების დინამიკა და ვხედავთ რომ ახლა არის ბურთი გადავარდნილი პუტინის მოედანზე, ხო? და ჩვენ ვხედავთ ბოლო პერიოდში, აი ახლა სტამბოლში იმართება, ხვალ იმართება სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები და ჩვენ ვხედავთ რომ ზელენსკი ფაქტობრივად დიპლომატიურად წაუგებელ თამაშს თამაშობს, იმიტომ რომ საერთოდ თავიდან რომ დავიწყოთ, ანუ პუტინის ინიციატივა იყო, ასე ვთქვათ, ერთ-ერთ გამოსვლას მან განაცხადა რომ ძად იყო რომ ასე ვთქვათ გაიფორმებინა 30 დღიანი ხელშეკრულება უპირობო ანუ ზავი ცეცხლის შეწყვეტის, რაზეც ფიქრობდა რომ ზელენსკი ალბათ არ დათანხმდებოდა და კონკრეტულ პირობებს ამოაყენებდა, ხო? და პირიქით ანუ ზელენსკიმ სწორი დიპლომატიური სვლა განახორციელა და მან თქვა რომ იგი მზად არის მოლაპარაკებებისთვის, იგი მზად არის რომ თვითონ ჩავიდეს სტამბოლში და შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს და ესაუბროს ერთ-ერთზე კონფლიქტის ომის დასრულების საკითხთან დაკავშირებით. რაზეც, ну, რა თქმა უნდა, ჩვენ როგორც მოსალოდნელი იყო, პუტინი არ დათანხმდა და გუშინ ნახეთ, რომ ოფიციალურად განაცხადა უარი სტამბოლში ჩასვლაზე რუსეთის პრეზიდენტმა და მან, ასე ვთქვათ, თავისი ადმინისტრაციიდან გაუშვა ლავროვი და უშაკოვი, საკუთარი წარმომადგენლები. რაც შეეხება ამერიკულ მხარეს ამ მოლაპარაკებებში, ტრამპმა განაცხადა, რომ თუ საჭიროება იქნებოდა, ის ასევე ჩავიდოდა თურქეთში და მან თქვა, რომ ის და როდესაც დაამთავრებს შეხვედრებს ახლო აღმოსავლეთში, თუ იგრძნობს ამის საჭიროებას, ამ შემთხვევაში შესაძლოა ჩავიდეს თურქეთში და ამას შესაძლოა ხელი შეუწყოს მოლაპარაკებებს ამ ორ სახელმწიფოს შორის. ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან იქნება წარმომადგენელი ამ მოლაპარაკებებზე რუბიო, სახელმწიფო მდივანი, ასევე იქნება ვიტკოფი, ტრამპის წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობაში და ასევე იქნება ბრაიან კელოგი, ხო, ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასთან მიმართებაში და ეს გარკვეულწილად მეტყველებს ალბათ რაღაცაზეც, იმიტომ რომ ჩვენ ხედავდით რომ ეს კელოგი რომელიც არის უკრაინის საკითხებში წარმომადგენელი ტრამპის ადმინისტრაციის, ფაქტობრივად გამორიცხული იყო სხვა ხელახლა პროაქტიულად ჩაერთო ეს კაცი. კი, რა თქმა უნდა და აი ეს სწორედ ალბათ ეს საკითხიც არის ერთ-ერთი ინდიკატორი და მანიშნებელი იმის, რომ
ტრამპი უკვე შედარებით სხვანაირად უყურებს უკრაინა-რუსეთის ომის დასრულებას და ამ შემთხვევაში უფრო მეტად ითვალისწინებს უკრაინული მხარის პოზიციებსაც. ჩვენ ვიცით, რომ კელოგი უფრო მეტად გამოირჩევა პროუკრაინული პოზიციებით და მისი ჩართვა ამ მოლაპარაკებების პროცესში, როდესაც მანამდე იყო ის გამორიცხული ფაქტობრივად ყველა მოლაპარაკებების პროცესიდან, გარკვეულწილად შესაძლოა მიანიშნებდეს ტრამპის ადმინისტრაციის კეთილგანწყობაზე უკრაინის მიმართ და იმაზე, რომ შეეცდება ტრამპის ადმინისტრაცია მაქსიმალურად, რომ გაფორმდეს რუსეთსა და უკრაინას შორის. თუნდაც ჯერ მოკლევადიან პერსპექტივაში 30-დღიანი ზავი, დროებითი ზავი და შემდგომ უკვე დაიწყოს საუბარი და მოლაპარაკებები გრძელვადიან უსაფრთხოების გარანტიებზე და გრძელვადიან მშვიდობაზე უკრაინის საკითხთან დაკავშირებით. და მინდა რომ ვიკითხო ბოლო ნაწილი, ამ შემთხვევაში და პოლიტიკურად რა მდგომარეობაშია პრეზიდენტი ტრამპი და რესპუბლიკური პარტია, მათ წინ ელოდებათ მნიშვნელოვანი გამოწვევა კონგრესის არჩევნების სახით, როცა ყველა წევრი თავიდან უნდა იყოს არჩეული და ასევე მესამედი წევრებისა სენატში. როგორც წესი ამ დროს იმ პარტიას უჭირს, ვინც მართავს თეთრსახს და პირიქით ოპოზიცია აქვს და რაც აჩვენებს ხო ბუნებრივად ტრამპის მხარდაჭერის მაჩვენებლები მოდის ქვემოთ, თუმცა ეს არ აისახება დემოკრატიული პარტიის მაჩვენებლებზე. ზოგადად პოლიტიკოსებით უკმაყოფილება არის ამერიკაში. რა ეს ახლა რა მომენტი არის რომ აღწეროთ მათ შორის შიდა პოლიტიკურად? კი ბატონო, ნამდვილად ასე არის, ჩვენ რო შევხედოთ გამოკითხვებს, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებს, რომელიც ყოველთვის ტარდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, იმასთან დაკავშირებით თუ პრეზიდენტის რეიტინგი როგორი არის ამერიკელ მოქალაქეებში, პრეზიდენტის მოწონების მაჩვენებელი როგორი არის ამერიკელ მოქალაქეებში და ჩვენ ვხედავთ რომ არჩევის დღესთან შედარებით და წინასაარჩევნო პერიოდთან შედარებით ტრამპის რეიტინგი არის დაცემული მკვეთრად. რამდენიმე პუნქტით არის გაუარესებული და ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი რაღაცა არის და ზოგადად, პრინციპში ტრამპზე რეიტინგებით მსჯელობა მთლად კარგი არ არის და სწორი გამოსავალი ალბათ, იმიტომ რომ პირველ ვადაშიც ანტირეკორდი ამ საკითხთან მის რეიტინგის პრეზიდენტების ისტორიულად პრეზიდენტების რეიტინგის საკითხთან დაკავშირებით ეკუთვნის სწორედ ტრამპს, ანუ ერთი პერიოდი იყო თუ არ ვცდები 2019 წელი თუ 2020 წლის დასაწყისი, როდესაც ანტირეკორდი დააფიქსირა სწორედ ტრამპ, ანუ 38% იყო მხოლოდ და მხოლოდ ტრამპით მოწონების მაჩვენებელი ამერიკელ მოქალაქეებში. ზოგადად, ანუ ეს არ არის გასაკვირი ამერიკაში არსებული შიდა პოლიტიკური გამოწვევებიდან გამომდინარე, ძირითადად ზოგადად ამერიკელი ამომრჩეველი გადაწყვეტილებას იღებს ხოლმე ეკონომიკურ, სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით, ანუ ირჩევს უფრო მეტად იმ კანდიდატს, ფაქტობრივად ყოველთვის, რომელზეც მიიჩნევს, რომ არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებს ბევრად უკეთ გაუმკლავდება. ამ შემთხვევაში ასეთი წინასაარჩევნო გამოკითხვებიც აჩვენებდა, რომ იყო ტრამპი და ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში შექმნილ ეკონომიკურ გამოწვევებს ამერიკელი ამომრჩეველი ფიქრობდა, რომ ტრამპი ბევრად უკეთ გაუმკლავდებოდა. მათ შორის ეს იყო ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი, სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების მაღალი მაჩვენებელი, საწვავზე ფასები იყო ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა ამერიკელი საშუალო სტატისტიკური ამერიკელი მოქალაქისთვის და ვხედავთ, რომ თითოეული ამ მიმართულებით ფაქტობრივად წინსვლა არ აქვს ტრამპის ადმინისტრაციას. პირიქით, ანუ ზოგიერთ მაკროეკონომიკურ ინდექსში მაჩვენებლები არის ბევრად უფრო მეტად გაუარესებული. ეს რა თქმა უნდა იწვევს გარკვეულწილად ამერიკელი ამომრჩევლის ფრუსტრაციას ტრამპის ადმინისტრაციით, რადგანაც უკვე არის გასული 100 დღეზე მეტი, ხო? უკვე არჩევიდან არის ძალიან დიდი ხანი გასული და ამერიკელი ამომრჩეველი ელოდება პირველ მნიშვნელოვან შედეგს. შიდა პოლიტიკური მიმართულებით და ზოგადად ამერიკელი ამომრჩევლისთვისაც ეხა ცხადია, რომ შიდა პოლიტიკური თემები ბევრად უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე საგარეო პოლიტიკური საკითხები და სწორედ ამ შიდა პოლიტიკური გამოწვევების გამო იღებს ხოლმე კონკრეტულ გადაწყვეტილებებს და ამ საკითხებთან მიმართებაში მათი ეკონომიკა არის ხოლმე მთავარი კი ყველა შემთხვევაში და ამიტომ ეკონომიკური მიმართულება როგორ წავა მათ შორის მოლაპარაკებები ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან იქნება გადამწყვეტი, ხო ალბათ? რა თქმა უნდა, რაც შეეხება არჩევნებს, შუალედურ არჩევნებს გულისხმობთ, სავარაუდოდ, რომელიც გაიმართება 2026 წლის ნოემბერში, აქამდე ჯერ კიდევ დიდი დრო არის. ტრამპს შეუძლია რომ გამოასწოროს მისი რეიტინგიც, არსებული გამოწვევებსაც ბევრად უკეთესად გაუმკლავდეს, მართლა დიდი დროა, თუმცა თქვენ როგორც აღნიშნეთ, ისტორიულად და თითქმის ყოველთვის პრეზიდენტის პარტია, რომელიც არის ხელისუფლებაში, თითქმის ყოველთვის აგებს შუალედურ არჩევნებს. ასე იყო თუნდაც ტრამპის პირველი ადმინისტრაციის პირობებში, ჩვენ გვახსოვს, რომ ტრამპი აირჩიეს 2016 წლის ნოემბერში
და 2 წლის თავზე პირველი შუალედური არჩევნები გაიმართა, რომელშიც დემოკრატიულმა პარტიამ ძალიან საკმაოდ ესეთი ხელსაყრელი უპირატესობით დაამარცხა რესპუბლიკური პარტია, ხო? ჩვენ ნახეთ, რომ ასევე შეიცვალა წარმომადგენელთა პალატის ასე ვთქვათ, წარმომადგენელთა პალატის შემადგენლობა 2022 წლის შუალედურ არჩევნებზეც, როდესაც რესპუბლიკელებმა მოიპოვეს უპირატესობა წარმომადგენელთა პალატაში, სენატი კი დემოკრატებმა შეინარჩუნეს, თუმცა ეს გარდამავალი უპირატესობა ამ კუთხით არსებობს თითქოს. აი მოახერხებს თუ არა დემოკრატიული პარტია რომ ახალი სული შთაიბეროს ამ დიდი მარცხის ჯერჯერობით რასაც უყურებთ, ამას ვერ ახერხებს, ამას ჭირდება ალბათ ასე ვთქვათ, პოპულარული ლიდერიც, რომელიც ნდობას აღადგენს პარტიისა და პოლიტიკური ისტაბლიშმენტის მიმართ და ჩვენ ვხედავთ, რომ დემოკრატიულ პარტიაში ჯერჯერობით არც ერთი ასეთი ფიგურა არ გამოიკვეთა. არის გარკვეული საუბრები კონკრეტულ ადამიანებზე, კონკრეტულ ლიდერებზე დემოკრატიული პარტიის, თუმცა ჯერჯერობით ვერც ერთმა ამ ლიდერმა ვერ მოახერხა თავის ისე დამკვიდრება შიდა პოლიტიკაში, რომ ყველაფერი ამ ხრივ გონი წინ არის ჯერჯერობით. კი, სავარაუდოდ, როდესაც არჩევნები მოახლოვდება, არჩევნის მოახლოვებასთან ერთად გამოჩნდება ყველაფერი. მადლობა ძალიან დიდი გიგა ჯოხაძე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ჭავჭავაძის ცენტრის ანალიტიკოსი იყო ჩვენთან ერთად. გიგა, დაგემშვიდობებით.